400-ზე მეტი სამხედრო პირი პოლიცია ქონდათ კაცრი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ზოგი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვით იყო დაკავებული, ზოგი 2008 წელს ამ აგრესიის წაყურვება მოგვიტანა 2014 და 2022 წლის უკრაინა და ომის გადატანა ევროპის განაპირიდან ევროპის შუაგულში. ახლა უკვე ბევრი ამბობს, ბევრი ქვეყანა, რომ ისინი ჩაწვდნენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის არსს, თუმცა ახლა უკვე სიტყვები საკმარისი არ არის, ახლა მნიშვნელოვანია საქმე. საქართველომ თავისი წილი ომისა უკვე იომმა, მე მესმის რომ სხვებს არ უნდათ შეიძლება ომი, თუმცა მათი ვალდებულებაა ახლა უკრაინას დაუდგნენ გვერდში, რათა მან არ წააგოს ეს ომი. თარიღთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, კონდეს ისეთი პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკა, რომელიც აარიდებს როდესაც ქვეყანას აქვს აგრესიული საგარეო პოლიტიკა, რთულია მას წინ აღუდგე. თუმცა აქაც მნიშვნელოვანია მოინახოს ამის ინსტრუმენტები, თუნდაც ის რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსში ჩვენ ხედავთ რა მხარდაჭერა აქვს უკრაინას დღეს და ჩვენ გვახსოვს მაშინდელი მხარდაჭერა რა იყო. სამწუხაროდ ჩვენ მაშინ ვიყავით მარტო და ვიყავით პატარა და ამიტომაც დავმარცხდით და არ ქონდა მაშინ არანაირი სამხედრო დახმარება ჩვენ მაშინ არ მიგვიღია, გახსოვთ თქვენ და ამიტომაც ეს არის. ვერ გეტყვით ახლა ვერ გეტყვით ბევრი ყველას ხსოვნას, მათ ვინც 6 აგვისტოს სამშვიდობოები რომლებიც დაიღუპნენ, 9 აგვისტოს ანწუხელიძის ხსოვნას, 11 აგვისტოს დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას, ყველას ვინც ამ ომში დაიღუპა. და ეს მანიპულაცია თარიღებით არის, რა თქმა უნდა, ძალიან არასწორი. ჩვენ გვახსოვს რომ საქართველოს სახელმწიფო 2008 წლიდან ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებდა პატივს დაღუპულების ხსოვნას და მხოლოდ მას შემდეგ რაც სახელმწიფო ყველა შტო და ბერკეტი დაკარგეს, მათ გადაწყვიტეს რატომღაც ეს მათ უნდა კითხოთ რა მოხდა მათ გონებაში ასეთი, რომ ისინი არა დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებენ პატივს დაღუპულების ხსოვნას, არამედ მარტო და
მოძრაობის არსში და მიზანში. მათი არსი არის გახლეჩვა, მათი მიზანი არის დაპირისპირება საზოგადოებაში და ზიზღის დათესვა საზოგადოებაში და სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმაც არჩია, რომ აყვეს ნაციონალური მოძრაობის ამ პოლიტიკას და დღეს საქართველოს პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახებთან ერთად არ არის ძმათა სასაფლაოზე. ეს არის ჩვენი ქვეყანა, ეს იყო ჩვენი ომი, ეს არ იყო სხვისი ომი, ეს იყო ჩვენი ომი და ეს არის 15 წლიანი ტრადიცია, რომ 8 აგვისტოს აღინიშნება პატივის მიგება დაღუპული გმირებისა. ეს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ უპირველეს ყოვლისა საკუთარ სახელმწიფოს. ჩვენ არ ვცემთ პატივს ჩვენ სახელმწიფოს. მაშინაც სხვა სახელმწიფო ცემს პატივს ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენს თარიღებს. ამიტომ 8 აგვისტო კიდევ ერთხელ ეს არის თავად ნაციონალური მოძრაობის მიერ დაწესებული თარიღი დაღუპული გმირების თვის პატივის მიგებისა, რომელიც სხვადასხვა თარიღში 6-ში, 7-ში 2013-ისა ზუსტად აქ იდგა მიხეილ სააკაშვილი და 2014 წლიდან მას შემდეგ რაც ყველა სახელმწიფო ბერკეტი დაკარგეს, სწორედ იმისთვის რომ გამიჯნული იყოს, სწორედ ამისთვის აკეთებენ. ეს იგივეა, რაც არ მინდა ამაზე რომელიც სააგაში და სტრასბურგში შემდეგ ოსტების ხელისუფლებას მოუწია ამ მოდი ამ კითხვასაც უპასუხებ. არის თუ არა ომის დაწყება და თუ არის? სულ აგვისტოს შემოვიდა ჯარი. ან თქვენ გითხარით რა მოხდა? 6 აგვისტოს მოკვდა ორი ჩვენი სამშვიდობო. რა გინდა თქვათ, რომ ეს ომის მსხვერპლი არ არიან ეს ორი სამშვიდობო? 6 აგვისტოს მოკვდა. 6 აგვისტოს. ამიტომ უყურეთ, აი ამაშია მთელი საქმე. ეს ომი დაიწყო, არ დაიწყო, არც 7 აგვისტოს დაიწყო და არც 12 აგვისტოს დასრულდა. ეს ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით და ანექსიით და გრძელდება მანამ, სანამ საქართველოს 1 კვადრატული სანტიმეტრი მაინც ექნება ოკუპირებული რუსეთს. აი ეს არის, რაც არის სინამდვილე. რაც შეეხება ამ თარიღებით манипуляციას, ერთადერთი მიზანი აქვს ამას მხოლოდ, რომ გახლეჩა შემოიტანონ საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ მიხეილ სააკაშვილი თავად და ნაციონალურ მოძრაობა თავად დააწესეს ეს დღე, როგორც დღე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა თარიღში დაღუპულებისთვის პატივის მიგებას და კიდევ ერთხელ 6-ში დაიღუპნენ, 7-ში, 8-ში, 9-ში, 10-ში, 11-ში, 12-ში და მთელი დღის განმავლობაში ქვეყნისთვის, რომელიც არის ეპიკურ ომში და რომელიც 1801 წელს და პირველ წელს დაიწყო, აქ თარიღები მხოლოდ სიმბოლური შეიძლება იყოს. სტრასბურგის სასამართლოში, რომ პირველი რუსეთი იყო სწორედაც რომ აგრესორი, მეორე რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და მესამე 5 თვის წინ ჩვენ მოვიგეთ სასამართლო, რომელიც დადასტურა რომ 2008 წლამდეც რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია. რა, მაშინ ომი არ იყო? 7 აგვისტოს შემდეგ არის მხოლოდ ეს ომი. ამას ვამბობ, რომ ჩვენ მით უმეტეს ჩვენ ომთან დაკავშირებით უცხოელი რა სიტყვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ომთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად, ხომ რა და როგორ არის. ჩვენ ვიცით რომ ეს ომი არ 7-ში დაიწყო და არ 12-ში დასრულდა, დაიწყო მანამდე და გრძელდება დღემდე. ბატონო, წინასწარი გაფრთხილების სისტემებზე მინდა გითხოთ, 2018 წელს ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ 2-3 წელიწადში სრულად იქნებოდა გამართული. ჩვენ ნახეთ, რომ შოუში მსგავსი სისტემა არ არსებობს. დარიალის ხეობაში სამონტაჟებული ზოგადად ეგ სისტემა. დარიალის ხეობაში იყო გამოყენებული ასევე და ევაკუაცია მოხდა დროულად ადამიანების და მათი სიცოცხლე გადარჩა. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აზრით, რომ შოუშიც ყოფილიყო მსგავსი სისტემა და რატო ვერ მოხერხდა? მე რამდენადაც ვიცი, დარიალს ჯერ
არ ყოფილა შემთხვევა რომ ასე ვთქვათ მისი ამუშავება ყოფილიყო საჭირო, სწორედ მას შემდეგ რაც ეს დევდორაკის ყინვარზე იყო მაშინ ეს ბუნებრივი კატასტროფა, ამის შემდეგ სწორედ მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რომ ამ სისტემით დაიფაროს ძალიან საქართველო 200-მდე სხვადასხვა ასეთი სახის მოწყობილობა იქნა შეძენილი და ის მონტაჟდება საჭიროების განსაზღვრის და მიხედვით იმ ადგილებში სადაც საჭიროა, იცით რომ დღეს ეს არის დარიალის ხეობაში დამონტაჟებული, არის თბილისში ვერეს ხეობაში დამონტაჟებული და მიდის ეს ეტაპობრივად. შეიძლება 3 წელი არ იყო მთლიანად დაფარვას, მაგრამ საქმე იმაშია რომ სწორედ ეს არის ნაწილი პოლიტიკისა, რომელიც აქვს ჩვენს მთავრობას და კიდევ ერთხელ გუშინ ისაუბრა კიდევაც მთავრობა ამასთან დაკავშირებით 200 ასეთი მოწყობილობა არის უკვე შეძენილი და მიდის მისი დამონტაჟება, რასაც გარკვეული დრო ჭირდება. გარდა ამისა, იცით რომ სარადარო სისტემა, რომელიც მთლიანად მოშლილი იყო, ესეც აღდგენილი არის, 2 რადარი არის დაყენებული, რომელიც ფარავს საქართველოს და იძლევა ასევე ინფორმაციას ამინდთან და სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, ამიტომ ეს გახლავთ ნაწილი ჩვენი პოლიტიკისა, გასაგებია რომ იყოს სურვილი რომ ეს ყოფილიყო 2-3 წელიწადში, მაგრამ ნუ დრო ჭირდება, ვინაიდან ეს არის ტექნიკურად რა თქმა უნდა რთული საკითხი, ვინაიდან შეეხება მიუვალ ადგილებს და ამას გარდა მნიშვნელოვანი არის არა ასე ვთქვათ სპონტანურად მონტაჟი სხვადასხვა ადგილას ასე არ ხდება ხო საჭიროების მიხედვით და ასევე პრიორიტეტების განსაზღვრა. თქვენ ახსენეთ ვერეს ხეობა და ვერეს ხეობაში დაყენებული დამონტაჟებული შლაგბაუმები, რომლებსაც უნდა ჩაეკეტათ ტექნიკური უბედურების დროს ხეობა არის წყობიდან გამოსული, გამოშიგნული, ასევე სარადარო სისტემაც არის წყობიდან გამოსული და ერთადერთი შემთხვევა რომ დააფიქსიროს რაღაც მოვლენები არის რომ მიხვიდეთ და პირადად ამოიწეროთ და ასე ყოველდღურად დადიან პირადად იწერენ თუ იცით ამის არა ვინ თქვა რომ ეს წინასწარ შეტყობინების მოწყობილობები წყობიდან არის გამოსული წყობიდან არის გამოსული გამოშიგნული არის რა არის გამოსული რა არის გამოსული შლაგბაუმია წინასწარ შეტყობინების მოწყობილობა არა ის სარადარო სისტემაც რომელიც არის დამონტაჟებული კარგით მოგეთ აი კარგი ნუ ეხა მაშინ უღორეთ მაშინ უნდა დაუბრუნდე ალღა ფაქტობრივად საინფორმაციო შეტევის ქვეშ იყო საქართველოს და დღეს უწევთ ახლა ბოდიშების მოხდა ზოგს ხან კახა კალაძესთან დაკავშირებულ საკითხებზე ხან დღიორასთან დაკავშირებით საკითხზე რომ თითქოს იყო გარემოს სააგენტოს ანალიზი რომელიც აჩვენებდა რომ ხეობაში მოსალოდნელი იყო ღვარცობი და სინამდვილეში ტყუილი იყო აბსოლუტური დეзинფორმაციასთან აი დაკავშირებით როგორც ხედავ თქვენ ტელევიზიაში ვერ გავიდა ეს და მოდი გეტყვით მაშინ გეტყვით ზუსტად გეტყვით ხართ ნამყოფი შოვში შოვში ხართ ნამყოფი საფრთხის ზონაც საფრთხის უღურეთ ეს იყო აბსოლუტური ტყუილი და მე რამდენჯერმე მიმართე მწვანე ალტერნატივას რომ უარყოფა გაეკეთებინა ამ ტყუილის და სამწუხაროდ თითითიძე არ დააკარეს და ეს ტყუილი შეინარჩუნეს მოხაზული ქონათ პირდაპირ დინარე დღიორა, რომ თითქოს ამდა დინარე დღიორა, რომელიც არის რამდენიმე ასეული მეტრით ქვემოთ, მეორე მხარეს არის ეს ხეობა, საერთოდ არაფერი იქ არ მოხდა, რამის რომ მოხდარიყო, არანაირი კავშირი არ იყო კურორტ შოვთან. და ეს არის გლოლასთან, ახლა ნუ რა ვიცი, ახლა გეოგრაფია, ანუ გასაგებია რომ ხალხმა არ იცის გეოლოგია, მაგრამ გეოგრაფია მაინც ხო უნდა ისწავლოს, არა ადამიანი. დეзинფორმაცია ახსენეთ, აკეთებს თუ არა რაიმე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესებას დეзинფორმაციის წინააღმდეგ. თქვენ მოისმინეთ უყურეთ თქვენ მოისმინეთ გეოლოგების დასკვნა და მათ შორის სხვადასხვა ექსპერტების, რომლებიც ამ ჯგუფის შემადგენლობაში არ იყვნენ, მაგრამ არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, მათი შეფასება და ყველა თანხმდება ერთ შეფასებაში, თანხმდება იმაში, რომ საქართველოში ყავს 1-2 გეოლოგია, ან ვინ არის პროფესიით არ ვიცი, ვინც იმ დღეებში ტელევიზორში ხშირად ჩანდა განსაკუთრებით ერთი ქალბატონი, ყავს 1-2 ასეთი ადამიანი, რომელიც უბრალოდ კრიზისის დროს პანიკას ტეხს ტყუილით, აბსოლუტური ტყუილით, ზუსტად ეს ქალბატონი, ეჭვება პრობლემა კი აბსოლუტური ტყუილი იყო, რასაც ის ამომდა, არ ვიცი, შეიძლება კომპეტენტური ტყუილი იყო თუ არაკომპეტენტური, უცოდინრობა, მაგრამ ის რომ იქ დაგუბება იყო 2 დღის განმავლობაში, ისიც ამას ამბობდა. ის რომ და სხვა მედიის საშუალებებიდან კიდე ღვთის ამბები ამბობდა რომ თითქოს 2 დღე წყალი არ მოდიოდა
ბუბის ხეობაში ან დაკლებული იყო, რაც ასევე იყო ტყუილი, პირდაპირ მეცნიერულად დასტურდება, პირდაპირ არ ვიცი, არ უყურებ ტელევიზორს. ანუ პირდაპირ მეცნიერულად დასტურდება, არის სენსორი ჭანჭახზე დაყენებული და ჭანჭახის შენაკადი არის, იცით, მდინარე ბუბა. სენსორი, რომელმაც იმ დღეებში და თვის მონაცემები მეც ვნახე, არანაირი ცვლილება არ არის დაფიქსირებული წყალთან დაკავშირებით 3 აგვისტომდე. ამიტომ ეს იყო ჩვეულებრივი ტყუილი, რომელსაც დაემატა მეორე ტყუილი, რომ იქ ზემოთ თითქოს რაღაცა გუბდებოდა და იყო ასე ვთქვათ რაღაც ღია ტბა, აბსოლუტური ტყუილი, რომელიც ვრცელდებოდა თან რა დროს, კრიზისის დროს და ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი კრიზისის დროს და ზურგში დანის ჩართვა ქვეყნის. დაყენებულია შესაძლოა. ანუ პირველადი დასვრით რაღაც ალბათობაზე საუბრობთ, ბატონშალო, ეს ხომ საბოლოო დასვნა არ არის. და ამიტომ გამოთქვამენ თუნდაც ის თეა გოდოლაძე და სხვა სეისმოლოგები და გეოლოგები, რომ იქ უნდა ყოფილიყო გამართული წინასწარი შეტყობინების სისტემა, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ სენსორს, ნიშნავს მუდმივ დაკვირვებას. მუდმივად დაკვირდებოდა ამ ხეობას. უყურეთ, აი ამ წინასწარმა დასკვნამ სუსტათაც რომ ითქვა, რომ არანაირი წყლის კლება არ ყოფილა მდინარეში და ზუსტადაც ითქვა, რომ არანაირი ღია ტბის დაგუბება იქ არ ხდებოდა. ბატონშალო, საქართველოს მათ შორის დადასტურდა სხვა ექსპერტების მხრიდან. თავაზეს ვრცელდება ინფორმაცია, რატო თქვი თუ არ იყო საჭიროება? თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. რატომ არც ერთი ქვეყნისგან არ მივიღეთ დახმარება ვერტმფრენებთან დაკავშირებით? იმიტომ რომ საქართველოს ჰქონდა სრულად ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო სამაშველო სამსახურების მხრიდან, ყველა ამოცანა, რომელიც იყო გადაუდებლად შესასრულებელი, ყველა ამოცანა შესრულდა. გადარჩენა და ამას შეძლებოდა ვერტმფრენის გამოყენება. და ვერტმფრენი იყო იქ. 3 საათის დაგვიანებით მივიდა და არ უმუშავია ღამის საათებში. არანაირი არა 3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, 3 საათში მივიდა ვერტმფრენი. სულ რაღაც 1 საათი უნდა ფრენას. შეტყობინების შემდეგ სჭირდება, რა თქმა უნდა, გადამოწმება რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ არის მოსამზადებელი პერიოდი თავად ტექნიკისთვის, ეს ხომ მანქანა ხომ არ არის, რომ დაქოქო და წახვიდე, ხომ? არ სჭირდება მომზადების პერიოდი და ზუსტად ამ პერიოდით სულ რაღაც 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ. ეს ერთი და ყველა ამოცანა, რომელიც დასახული ქონდა 6 საათზე ღამე არ იყო მე მგონი, ხომ? და ის აბსოლუტურად ყველა ამოცანა, რაც დასახული ქონდა სამაშველო სამსახურს, ყველა ამოცანა შესრულდა. იცით რომ მეც ადგილზე ვიყავი რამდენიმე დღე. იქ ვინც იყო იმ სტიქიას გადარჩენილი ადამიანი, ყველა ადამიანი ნაწილი პირველივე დღეს იქნა გამოყვანილი, მეორე ნაწილი უსაფრთხო ადგილას იქნა მიყვანილი, უზრუნველყოფილი ყველა საჭიროებით და დილით დაიწყო მეორე ეტაპი სამაშველო ოპერაციისა და ყველა გადარჩენილი ადამიანი, ამ სტიქიას გადარჩენილი ადამიანი იქნა გამოყვანილი. 210 ადამიანი იქნა უმნებლად გამოყვანილი. ღამის საათების ცოცხალი მე აღარ ავიღო, შეგიძლიათ ეს დარწმუნებით. ინებეთ ბატონ ლევან. ანუ მეც კი გადანაშაულებ ჩემ თავს. ბატონო, პირდაპირ ეთერში ვარ, თუ შეიძლება.